ბოლოში. მოგესალმებით. კიდე მოგესალმებით. კიდევ არა, ხვალ უნდა დავდო. ხო, გინდა ხვალ. რა დადო დღეს ორი? არ ვიცი, შეიძლება დაგიდოთ, ხო? დაგემშვიდობებით კი არა. როგორ ხართ? როგორ ახართ? ვაიმე, ქლიავი მასქენი რა ქვია? ახლახანს დავდე ეს ვიდეო, დავდე კი არა, გადავიღე ვიდეო. ის იმას ავქენით, რა ქვია? ქვემოთ. თიბავდით. გავთიბეთ. ხანმე ხან გიო. ხო და ემას აგიტვით და ამას საღამოზე იცი რა არის? იცი რა უნდა გითხრათ? სათიბელას ხელი აი აქედანაც უნდა მიეწვე და ქვეშიდანაც და ხო და აი მხრიდან მარჯვენა ხელით გეჩვენოთ რომ დაიჭიროთ ვინც იყიდით, ვინც იმას აშვებით რა ქვია, ვინც იყიდით და გამოიყენებთ. ავირიე ვეღარ გჯანდაბა. ხო, მართალია. ამ თითით უნდა მიაწვეთ, აი ამ თითით რომ ესეც ქვემოდან ამოვაწვეთ და იმას აკეთებ. ხო და ეგ ხელი გეღლება იცი ეს. აკნიო. სხვათა შორის ის არის რა ქვია. დაბალ ბალახს უფრო კარგად. დაბალ ბალახს უფრო თიბას, ხო. აი ამ ხელაზე უნდა იყოს ბალახი მეტია. ხო, მეტი არ უნდა გაზარდო, ეს ძალიან დიდი იყო. აი ამ ხელაზე იყო ბალახი. ეგ რო არ გაგვექთიბა და ავიდო და აკანდე, აი. ჩემზე მაღალი იქნებოდა. ხანმე დილას მე გავთიბი აქა, ნახევარი მხარე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემო თბილო გოგო. რამდენი ერთხელ გავთიბე, აი რამდენი ესე ვქენი, იმდენი ჯანმრთელობა მოგწეს შენ და შენოს ლამაზ ოჯახს. მიდია. ხო, ხლა რა მინდო და უიმედე და. კიდე სადღაც შედი ხარ გიორგი და იმიტომ შვები. არა, არც არ შევედი. ეს იმას ვქნა რა ქვია და ის არის კითხვა-პასუხი. კითხვა-პასუხი მინდა რომ ჩავწერო. არა, კითხვები დამიწერა ერთ-ერთმა მოგესალმები. კიდე დაწერე ხოლმე, ადრეც მიწერდა კითხვებს და ისაო რა ქვია. რა ვიცი თავი არ მოვაბეზრო, აღარ დავწერეო და დავიწერე კიდე. საინტერესო კითხვებია. ერთი ვიდეოს თემაც გვაქვს, მაგრამ იმას ჯერ არ გვეტყვით. ეხლა კითხვებზე პასუხი. პირველი კითხვა. როდესაც ვინმე აშკარად ცდება და შენ მართალი ხარ, როგორ იქცევი? როგორ ვიქცევი და ვცდილობ რომ წყნარად გავაგებინო, ადამიანურად დაველაპარაკო, ცივილურად რა თქმა უნდა. დაველაპარაკო და გავაგებინო. როცა ცდება. რა თქმა უნდა, ცივილურად ჩვენ ჩუბი და დავიდარებით არაფერი არ კეთდება. დაჟე სიტყვაზე ავიღოთ, აი დაჟე ბავშვთანაც ჩუბი და დავიდარებით არაფერი არ გვარდება. შვიდად უნდა დაისვა ადამიანი და უნდა გააგებინო იმ ადამიანს, რომ შენ ცდები და მომყევი იმაზე. თუ არ მომყება, გავითვალისწინებ იმის აზრსაც, რომ ის თავის აზრზე დარჩება. დავანებება, არ ვერ იგებს? ვერ იგებს, ხო? ხო, რა თქმა უნდა, ის არც ღირს ეს იმათ რო გითხრა, რომ ვერ გაიგებს, დაანებე თავი. არა, თავის აზრი აქვს იმას და იმის აზრსაც უნდა ვცეთ პატივი, მეტი გზა არ არის. ჩემი აზრი ნამდვილად ეს არის, დამცხა ხალხო გავიგუდე, აუ ხალხო, გთხოვთ თმები არ შეიმჩნიოთ თორე. საღამოზე იქნება. ძალიან ცუდად ამაკ. შევიდე აბაზანაში შევიდე. და ვიბანაო რა ვიცი მე. ხალხო, მიდი. დამემართა უკვე ნერვოზი ისეთი ცუდი ამინდებია. უკვე დავიღალე უკვე ნერვი აღარ მაქვს უკვე. მეორე კითხვა. ვიცა. რომ არ ყოფილიყავი ის ვინც ახლა ხარ. ვინც ხარ ახლა. როგორ ფიქრობ, ვინ იქნებოდი დღეს? რა ვიცი. ალბათ ის არის რა ქვია. იუთუბერიც რომ არ ყოფილიყავი და ამდენი ცალმე სწავლა. ალბათ ვიქნებოდი რამე სხვა სფეროში, რა ვიცი. იცი რას ვიტყვი კიდევ? მე მაგალითად, მე პირადად რომ კიდე შესაძლებლობა რომ მქონდეს სხვა სფეროსაც ვისწავლიდი. რა ჯანდაბა მეცა რა. შეგივიდა დიდი თავში. რა ჯანდაბა არის? რა ჯანდაბა მეკავა.
არაფერი არის ფიქრობ ხალხო არაფერი არა მაქვს. გაიგოუფლა. ხო. ხო და რა ვიცი. ვინ იქნებოდი? ვინ ვიქნებოდი? ვინ იქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი? ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი, როგორიც ახლა ვარ, რა თქმა უნდა. როგორი იქნებოდი? ჩვეულებრივი. არა, ამდენი თუ არა ცოტა მაინც მეწოდინებოდა რაც ახლა ვიცი. თლად ისიც არ ვიქნებოდი როგორია. ჩლუნგი. ხო, თლად ჩლუნგი არ ვიქნებოდი. აჰა, მინდი. სად შევდივა? კაცო ნერვებს მიშლის, რაზე ვკროლავ ზემოდან. მესამე კითხვა. ყველაზე დიდი სიურპრიზი რაც ცხოვრებაში გადაგხდენიათ. დიდი სიურპრიზი. ისეთი არაფერი. ჩემგან ყველაზე დიდი სიურპრიზი იყო ამანათის გამოგზავნა, ხო. დიდი სიურპრიზი იცი რა იყო ყველაზე დიდი? იუთუბერი რო ხდებოდი, ხალხო მოკლედ გეტყვით. იუთუბერი რო ხდებოდი, მე არ მეგონა თუ ამდენ იმას ვიზავდი, რა ქვია. სითბოს დავიმსახურებდი თქვენგან. არ მეგონა ნამდვილად. მაგრამ ტკივა ეს რამ წარჩევიჭე. რა შეიჭებენ და? აი ის რო ჩამოწიე ბებოს რომ მივეცი. ხო, ეკალი. ეკალი პიტა ვარდის ეკალი. ხალხო ისა გვაქვს, რა ქვია. მოსავალი გვაქვს, მოსალოცა და გვაქვს საქმე. მოსალოვანი გვაქვს მაგარი. ის არის კლიავი. კლიავი. მოჭრა გვინდოდა ხალხო და კიდე კაი არ მოჭრა. იცი რა კარგი კლიავია. იცი რა ტკბილია ხალხო, ყვითელი კლიავია, ისეთი ტკბილია. ხანდახან მოვწყვეტავთ დავკლიავდებით ხოლმე. სურპრიზი, ყველაზე მეტი სურპრიზი რა? ყველაზე დიდი სიურპრიზი ეგ იყო, რომ ნამდვილად არ მეგონა ესე ამხელა აუდიტორიას თუ დავაგროვებდი და ამხელა სითბოს თუ იმას ვიზავდი, რა ქვია. აი როგორ გითხრათ? Oh my god. დავიმსახურებდი ხო თქვენგან. მეოთხე კითხვა. რა გაწუხებს ყველაზე მეტად თანამედროვე სამყაროში? ვაი. ბევრი რა. ვაი. ერთი ვიდეო არ გვეყოფა ხალხო. არ გვეყოფა ერთი ვიდეო ნამდვილად. ბევრი რამე მაწუხებს მე პირადად თანამედროვე სამყაროში. ბევრი. და ბევრ რამეს შევცვლიდი. სამყარო აი მე რო შევცვლიდი სამყაროს. სამყაროს საერთოდ შევცვლიდი. სიკეთისკენ წამოვიყვანდი ყველაფერს. არ ვიცი. ბევრი რამეა სამყაროში სხვათა შორის შესაძლებელი. ახალი თანამედროვე მსოფლიოში, ხო. თავარია, თანამედროვე ცხოვრებაში შევცვლიდი. არ იქნებოდა ბრძოლა, ომები. არ იქნებოდა ის რა ქვია, სიბოროტე. კაცისკულა. არ იქნებოდა შურიანობა, ზოგი როგორიც არის. არ იქნებოდა ამპარტავნებაც არ იქნებოდა. რო ერთი იცი როგორ აი ამპარტავანი რო ელემენტარული რაღაცა უბრალო რაღაცა გაიკეთე შენ ცხოვრებაში. ერთმა ყველას მისცეს და ჯანმრთელობას. არასოდეს თავში არ უნდა აგივარდეს. არასოდეს. აი ჩვენ მაგალითად აი სიტყვაზე 4 რამდენი წელი ვართ? 4 წელი ხო? 4 წელი YouTube-ში. აი მე დაგისვამთ ახლა კითხვას. 4 წელი რო ვართ? აი ძველი მაყურებლებიც თუ გამოჩნდებით და თუ გვეტყვით. ჩვენ შეცვლილები ვართ? აი და მითხარით ხარხნო. აი სიტყვოთი, აი ისევე ხო თავისუფლად მოვდივართ. მე ასე მგონია არა ვარ შეცვლილი. მე არასოდეს არ შევიცვლები და არასოდეს არ იმას ვქნი. თავში არასოდეს არაფერი არ მივარდი. არა, იცი რა არის? არასოდეს არ შეიძლება თავში ავარდნა. იცი რა მინდა გითხრათ? ამპარტავნება ყველაზე მავნია. მე ნამდვილად ამპარტავანი ადამიანი არ ვიყო. იცი რა მინდა გითხრათ? იცი რა არის? არ უნდა აგივარდეს საერთოდ არაფერი თავში. არასოდეს. თავში ავარდნა ნამდვილად არ შეიძლება. ზოგს ისე აქვს თავში ავარდნილი რომ უკვე აფრქვევს. ხო, ნამდვილად თავში ავარდნა არ შეიძლება. განდიდების მანია რო სჭირთ. და არასოდეს არ უნდა განიკითხო ადამიანი, აი ეს არის მთავარი. მე ნამდვილი კითხვა იყო. მეოთხე კითხვა. და კიდე ერთ დავამატებ რას შეცვლიდი თანამედროვე სამყაროშიო არ იმას შევცვლიდი რა მაწუხებს ყველაზე მეტად რომ
ყველაფრის მიმართ დაცინვა იციან. ყველაფრის გამო ადამიანებს ხო და ეგ არის ამ კანისფერის გამო, ვიზუალის გამო, ყველაფრის გამო დასცინიან. ხო. რელიგიის გამოც კი დასცინიან ხალხო. ხო. და ეგ სხვათა შორის რელიგია, ნებისმიერ რელიგიას რო ეხებიან, ეგ ყველაზე მეტად იმას აშვება, რა ქვია. ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის. და არ მომწონს. არ მომწონს, ხო? მეხუთე კითხვა, რის სწავლას ისურვებდი, რასაც ჯერ კიდევ არ ფლობ. ბევრი რამე სწავლას. ბევრი რამის. თავარია პირველ რიგში ადამიანობის. პირველ რიგში ადამიანობაზე კარგი მასწავლებელი არაფერი არ არის. იცი რა არის ცხოვრებაზე კარგი მასწავლებელი და ის არაფერი არ არის. ცხოვრება გასწავლის, ცხოვრების დინება გასწავლის ყველაფერს, მიგიყვანს ბოლოს სად იქნები, როგორ იქნები, საერთოდ სად წაგიყვანს. რა კითხვა იყო დამავიწყდა. რის სწავლას ისურვებდი, რასაც ახლა არ ფლობ. რა ვიცი, ნებისმიერ, ვიცი. ბევრი რამე. ბევრი რამის უფლებას. ბევრი რამის სწავლას. ბევრი რამის ვისწავლიდი დღესაც, სიამოვნებით. მეექვსე კითხვა. რას ფიქრობ, რაზე უნდა ისწავლოს მომავალმა თაობამ მეტი? სწავლის მხრივ და განათლების მხრივ ბევრი რამე შეუძლიათ ისწავლოს. ჩემს მერე თაობამ. ხო და პირველ რიგში მთავარია ისწავლონ ადამიანობა, არავის არ დასცინონ. ადამიანობა და თავდაბლობა. თავდაბლები იყვნენ, არა უვარდეთ არაფერი თავში. აი მაგიდა თქვა ეს. მაგიდა. მომეცი მაგიდა. ხო. ჩემი მაგიდა მომეცი და მაგიდა არ არის მეყუდე. განათლება რა თქმა უნდა კარგია. მერე სხვა დანარჩენ პირველ რიგში უნდა ისწავლონ ადამიანობა. ყველას უნდა გაუგონ, არავის არ უნდა დასცინონ. არავის არ უნდა აწყენინონ. არავის არ უნდა აწყენინონ. და რა თქმა უნდა, არც ნარკოტიკი უნდა მოიხმარონ და არც ის რა ქვია. არც არავინ არ მოკლან და არც არავის არ უნდა მოპარონ რაღაცა. და მერე განათლების მხრივ თავიანთი გადასაწყვეტია, რასაც უნდა ისწავლიან. განათლება რა თქმა უნდა, ბავშვებო, ვინც მიყურებთ, განათლება უპირველეს ყოვლისა. განათლება არის ყველაზე დღევანდელ ზოგადად სამყაროში განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რო არავინ არაფერი მოგატყუოს, არავინ არაფერზე წამოგაგოს და ისი რა მინდა კიდე თქმა, გულუბრყვილოები ნუ იქნებით და ნუ დაუჯერებთ ვიღაცის ბოდვას. უაზრო ბოდვას. მეექვსე კითხვაზე ვიყავით. მეშვიდე კითხვა. არის თუ არა ისეთი რჩევა, რაც ცხოვრებაში ძალიან დაგეხმარათ და სხვებსაც ვაიმე გაანდოდით. დედა, ხალხო, ქართული მაქვს სასწავლი და ყველა უცხოინებს სწავლობ. ქართული მაქვს სასწავლი ხალხო, ნუ. აბა რომელი? რჩევა? რჩევას ახლა გააჩნია როგორც რჩევას მოგცემს. ადეკვატური რჩევა რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. ახლა რა გითხრათ, ბევრი ისეთი რჩევა ყოფილ ურჩევიათ ადამიანებს, რომ გამითვალისწინებია და ის არის რა ქვია, აი როგორ გითხრათ. პირველ რიგში მშობლის რჩევა. პირველ რიგში ხო რა თქმა უნდა. კი, რა თქმა უნდა, მშობელი რასაც გიტყვის. რა ვიცი, ბევრი ისეთი რჩევა, რომელიც გასათვალისწინებელია, ის არის, რა ქვია, უნდა ეცადო, რომ ის რჩევა კარგად გამოიყენო. რა თქმა უნდა. რა ვიცი, ბევრი რჩევა და იმას გეტყვით, მე რას ურჩევდი ადამიანებს, რომ არ იყვნენ ამპარტაუნები, კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
არ დასცინონ სხვას. უყვარდეთ ერთმანეთი. თუ არ ეყვარდებათ პატივს მაისცემდნენ და სხვაზე ცუდი არ თქვან. რა ვიცი, სხვა დანარჩენი რა გითხრით. რა ჯანდაბა მეცა რა არის? გიორგი ის არის გაგიოფლიან და გაუფლილი მაქვს თავი თმები ხო და მე ვეკითხვა. როგორი ადამიანი გინდა იყო 10 წლის შემდეგ, სად ხედავ შენს თავს 10 წლის შემდეგ. გასაუბრებას bis კითხვა თვალს გავს, მაგრამ მაინც საინტერესოა. სად როგორი ადამიანი მინდა ვიყო 10 წლის მერე და სად ხედავ ჩემს თავს. რა ვიცი, უფრო წარმატებული მინდა ვიყო, უფრო ბევრი რამე მინდა ვიცოდე. სად ხედავ ჩემ თავს? YouTube-ში რა თქმა უნდა ვხედავ, მაგრამ სად? ალბათ სადმე, რა ვიცი. წინსვლას მინდა, რა თქმა უნდა, სად ვხედავ ჩემს თავს. სად ვხედავ, რა ვიცი, საქართველოში მინდა ვიყო, მაგრამ რა ვიცი, შეიძლება სხვა ქვეყანაში, რომელიმე ქვეყანაში, რა ვიცი მე. რა ვიცი, არ ვიცით. წინასწარ ვერ გავიგებთ მაგას. ცხოვრება გვიჩვენებს, როგორ რა იქნება. ცხოვრება გვიჩვენებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს. თქვენს გარეშე არაფერი არ იქნება ხალხო და მე 9 კითხვაზე გადავდივართ. თქვენი აზრით, როდის მთავრდება ბავშვობა? ჩემი აზრით, ბავშვობა რამდენი წლისაც არ უნდა გახდე ადამიანი, ბავშვობა არასოდეს არ მთავრდება. გულის სიყვარლეში, ჩვენ ყველა ადამიანში არის მაინც ბავშვი. აი ხანდახან აუტიკინსდები თუ ტინკიც ეძახიან ზოგი და ხანდახან ტინკიც დავიწყებ ხალხო. ისეთ რაღაცა უაზროდ. რა ვიცი, შეიძლება ვიღაცა რო იფიქროს, გარეკა ამანო. ხანდახან ისე ბავშვურ ხასიათზე ვარ ხოლმე. ხო, წანა რიკიდამ და. ხო, აი ხანდახან გაკ. აი გზაში ხალხო რო მივდივარ სადმე. გამახსენდება ხოლმე ხანდახან რიკიდამ და დავიწყებ ცეკვას. რა ვიცი მე, ბავშვობა არასოდეს არ მთავრდება და ისე არ უნდა გავიზარდოთ, რომ საერთოდ ბავშვი მოვკლათ ჩვენში. მთავრდება როგორ იცით რა არის? ბავშვობა კი მთავრდება ხო, მაგრამ ბავშვი არასოდეს არ მკვდება ჩვენში. ხო, მაინც რამდენი 80 წლისები რო ვიყო, ხო? 80 წლისები რო ვიყოთ, დარჩება. წეღანის შემხვდა, ვიდეო შემხვდა ხალხო რო იმაში YouTube-ში არა, TikTok-ში. ბაბუა, მოხუცი ბაბუა, იმაზე იჯდა რა ქვია. ხალხო საქანელეზე იჯდა და კანაობდა. ბავშვით კანაობდა. ხო, მე რა, მეც მერჯენ ვიკანავია. სიამოვნებით დავჯდებოდი ახალაც და ვიკანავებდი. ხო, რა გავიცი. ბავშვი ყოველთვის რჩება ცოტათი მაინც. ზოგი სხვათა შორის ის საბავშვო საწრიალოები რო იმასე წრიალებს ხოლმე. მე მაგალითად არ ხანსად შედის რა. ამიდი. მეათე კითხვა, როგორი გარემო გაფიქრებთ აქ, ნამდვილად ჩემი ადგილია. როგორი გარემო მაფიქრებს მაგას? საკუთარი სახლი რა თქმა უნდა და სხვა გარემო მოში, რა ვიცი, ესე დიდი ხანი არ დავჩენილი ვარ, საკუთარი სახლი. მე მაგალითად ჩემს სახლში რომ კომფორტულად ვარ, ხო? თბილად და სხვანაირად ვგრძნობ, ისე ვერსად, კი მივდივართ და მოვდივართ, მაგრამ ვერა, სახლი მაინც ის არის რა ქვია. და ის არის რა ქვია.
აი მეგობრები რო შეიკრიბები და რო სადმე მიდიხართ ერთად ეგეც ნამდვილად ის არის აქვია კომფორტია რაღაცნაირად კომფორტულია ჩემთვის პირადად მიდიხარ კიდე მე-11 კითხვა შენი აზრით რა არის ყველაზე დიდი შეცდომა რასაც მშობლები შვილებთან ურთიერთობაში ხშირად უშვებენ ბევრ რამეს უშვებენ სხვათა შორის შეცდომას ბალახის სუნი მაქვს ხო სუნთქვა ბალახისა მაქვს ხო რო სუნთქვა ბალახის ის მომდის რა ქვია ბევრი რამეს უჩვენებენ მშობლების შვილებთან ურთიერთობაში შეცდომას აი მაგალითად მე შეცდომა და მიშვია რამე შენ არა მაგრამ სხვა მშობლები ეხლანდელი მშობლები ხალხო ეხლანდელი მშობლებიც ბევრ რამეს უშვებენ ბევრ შეცდომას არა შეცდომებზე სწავლობს ადამიანი რას ხან შეცდები და ხან ისე იქნება რავი უშეცდებოა კიდევ ის არის ყველაზე დიდი შეცდომა რომ შვილს ყველაფერს უკრძალავ არსად არ უშვებ გინდა რომ შენ ჭკუაზე იაროს და ეგეც ნამდვილად არ შეიძლება იმიტომ რომ მე გამოდის კომპლექსიანი და თავის თავში ჩაკეტილი რაც მე ძალიან რთულია ადედან გამოსვლა მოდი ახლა სხვა კითხვა მე-12 კითხვა რას ნიშნავს შენთვის სწორი არჩევნის გაკეთება ლოგიკა გრძნობა თუ ინტუიცია ყველაფერი ერთად არის ლოგიკაც ისიც რა ქვია ინტუიციაც და გრძნობაც რა თქმა უნდა სანამ რაღაცას გააკეთებ და სანამ იმასიზავ გადადგავ ნაბიჯს კარგად უნდა დაფიქრდე ლოგიკაც ჩართო ინტუიციაც გრძნობაც ყველაფერი ერთად ჩართო სანამ რაღაცა ნაბიჯს გადადგავ და გააკეთებ კარგად უნდა აწონდაწონო დაფიქრდე და მერე უნდა მიიღო გადაწყვეტილება რა თქმა უნდა იგი გრიგ სამივე ერთად ირთვება ყველაფერი ერთად ირთვება სამივე ჩემთვის პირადად ეგრეა და მე-12 და ბოლო კითხვა ამ დროისთვის ამ ვიდეოსთვის ბოლო კითხვა როგორ მე-13 არა ეგ სხვა ვიდეოსის არის თემა ისა მე-13 კითხვა როგორ აფასებ ადამიანს საქციელით სიტყვით თუ აურით საქციელი რა თქმა უნდა სიტყვაცაც გააჩნია რას გეტყვის ადამიანი და აურაც როგორი მოდის აი მე როგორი ისამაკ რა ქვია ადამიანს როგორი ისამაკ შეხედულება ადამიანს რო შევხედავ ხვდები უკვე როგორია ხომ ეტყობა რომ ქალწული ვარ ხვდები უკვე როგორია ის ადამიანი რო შევხედავ არის თუ არა ჩემთან ჩემი აი როგორ გითხრათ არ მინდა ინგლისური სიტყვა რო თქვა თქვი და გაიგებენ თქვი და ეგ იქნება ჩემს სულთან ახლოს არის თუ არა ჩემთან ახლოს არის თუ არა ეგრევე ვამჩნევ და იმას აღშვები რა ქვია როგორი თვალით იყურება და როგორ მეაფერისტება თუ არ მეაფერისტება მაგასაც ხვდები ეგეთი თვალი მაქვს რომ შევხედავ ეგრევე ვიცი ვინ როგორია კიდე ხარ ხო აფერისტობა არ მიყვარს აი მე აფერისტობასაც ვევიტან ნამდვილად აი აფერისტი ადამიანი ნობაც არ მიყვარს აი აფერისტი არასოდეს არ უნდა იყო კიდე არის კითხვა არა აღარა მეტი აღარა ეს მეორე კითხვა სხვა ეს არის მაინც ვიტყვი ვიდეოში ხალხო ეს არის სიმართლე თუ მოქმედებაო ერთმანეთს უნდა დაუცვათ რაღაცა კითხვები და იმას აქვთ რა ქვია ხო
ხო, კაი, მაშინ ხვალე მე. შემდეგ ვიდეოში ვქნათ ეს. რა კითხვები უნდა დავუსვათ? რა ვიცი რა მეკითხვები. სიმართლე თუ მოქმედება? სიმართლე თუ მოქმედება, ო. თუ სიმართლეს არ იტყვი, რაღაცა უნდა გააკეთო მოქმედებით. ხო, რა ვიზა. ხო, რა ვიცი, აბა გააჩინე ახლა ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ ადამიანი ზოგადად ყველაზე მეტად ცხოვრებაში ადამიანობა ძენ პატივს. ხო. ადამიანობა უნდა ქონდეს იმ ადამიანს, მე არც გარეგნობით საერთოდ ეს არის რა ქვია. არც სულიერი სისუფთავე უკეთესია ვიდრე გარეგანი. ახლა ელემენტარული ვიზუალით ვამოწმებ ადამიანს, არც გარეგნობით როგორია, თქვათ სიტყვაზე ავიღოთ შავგრემანია, თეთრია, მწვანეა, ჩინელია, ის არის იაპონელია თუ ვინ არის არ ვიცით. იაპონელებზე და იმაზე აღარა მაქვს, აი თვითონ ადამიანი თავარი ადამიანობა იყო. თავარი ადამიანობა ვიზუალზე მე ადამიანია, თქვათ ბოდიში სუქანია, გამხდარია, ბოდიში არ მიყვარს ეს სიტყვა ინვალიდია თუ რა არის. მე თავარი ადამიანი იყოს და ადამიანურად მოიქცეს და სულიერება ქონდეს იმას გულში და თავარი სულიერება. სიტყვა ქონდეს და მოდიოდეს იმისგან, აი ნამდვილად აი ყმაყოფ, აი კარგი რა, დადებითი. და მაგას მნიშვნელობა არ აქვს ის ადამიანი როგორია და რა გარეგნობისაა, ულამაზოა, ლამაზია, შეღებილია, არ არის შეღებილი, მწვანეთა, ლურჯათა, ყავისფრათა. მე იმას არ უყურებ მე იმას, თავარი ადამიანობა იყოს და სულიერება ქონდეს ადამიანში და სულიერად გადმოსცეს შენი შეხედო რა სულიერი სიტყვა ქონდეს. ხო, სულიერი სიტყვა ქონდეს. არც გეაფერისტებოდეს. ხო. არ უნდა იყოს შენთან რაღაცის გამო. ხო, რა თქმა უნდა. თავარი ადამიანობა, სხვა ხო, თავარიც ადამიანობა რჩება ხალხო და სიცოცხლე არასოდეს ყველა სულ სიტყვის იმაზე ბოლომდე გინდაც აი იცი რა არის გინდაც ამ ქვეყნად აღარ იყო თუ ცუდი გაქვს ჩადენილი მთელი ცხოვრება და ცუდი გაქვს გაკეთებული ყველა ცუდ სიტყვის არ უნდა თქვაო გარდაცვლილი ადამიანზე ცუდიო მაგრამ ყველა ესე ამბობს მაინც სიკეთე რო გაქვს სულ არ გულში მაინც ხო გაიფიქრებ რო შენ ხმა მაღლა როგორც არა თქვა გულში მაინც გაიფიქრებ ხო და თავარია სულიერება იყოს და სითბო იყოს და თავარია და ამ ქვეყნად დატოვო სიკეთე რჩება მეტი არაფერი ამ ქვეყნად და სულიერება გქონდეს ადამიანის აი ნამდვილად რა ვიცი ჩემი აზრი ეგ არის მეტი არაფერი და იცი რა არის ხალხო კიდე რა არის რას დავამატებ ამ ყველაფერს ცხოვრებაში სანამ ცოცხალია და ცოცხალს ხედავთ ერთმანეთს ცოცხლები ვართ მაშინ რო დავაფასოთ ერთმანეთი და გვიყვარდეს უკეთესი იქნება და მე არ მივტიროთ ერთმანეთს როცა აღარ ვიქნებით ამ ქვეყნად მე როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნებით არ გვინდა ესეთი ისინი რა ქვია მე ცოცხალი რო ცხლები რო ვართ მაშინ ვცეთ ერთმანეთს პატივი უკეთესი იქნება თუ არ გვეყარება პატივი მაინც ვცეთ ახლა კი სიყვარულით ახლა ბევრი ვერ შეგიყვარდება სიმართლე გითხრა მაგრამ პატივი მაინც უნდა სცედა ხო და იმის აზრი და იმის ის უნდა გაითვალისწინო შენც ადამიანმა რომ იმას ეგეთი აზრი აქვს და ეგრე უნდა და ეგრე აკეთებს ხო სიტყვაზე ყველას თავისი აზრი აქვს ყველას თავისი თუ შეგიძლია აუხსენით თუ გაიგებს ხო და თუ არ ვერ გაიგებს და დაანებე თავი ხო ცუდად მაინც არ უნდა მოიხსენიო და ცუდად მაინც არ უნდა იგივე დარჩები იმასთან მაგრამ იმას თავისი აზრი აქვს ეგრე და ეგრე აფიქსირებს იმას და იმის აზრის დაფიქსირებას როგორც ჩვენ აზრს პატივი უნდა სცეს ისე სხვის აზრს უნდა სცე პატივი ხო რა ვიცი ჩემი აზრი ეგ არის და რა ვიცი ხალხო რა ვიცი მე ბევრი ნამდვილად სიტყვაზე ავიღოთ არ მეგონა ნამდვილად ამდენი წელი YouTube-ში 4 წელია ხო მე 5 წელი დაიწყება 2026 წელს ხო
მე 5 წელი და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, ხო? არ მეგონა ამდენი სიბოროტე თუ სადმე რამე ხდებოდა. არ მეგონა, ნამდვილად კიდე არ მეგონა, რომ აი არ ხდებოდა, მაგრამ ამ YouTube-მა და ამ იმას ბევრად დამანახა, რომ ბევრი უმსგავსო ადამიანი არის. ეს ბოლო 3 წელია, რაც მე იმაში ვარ. ადრეც ვიყავი კი TikTok-ში და იმეებში, რა ქვია, Facebook-ში და Instagram-ზე და მსგავს ადგილებში, მაგრამ რაც უფრო აქტიური ვარ, აქტიური იმდენად არ ვიყავ იმაში. რაც უფრო აქტიური ვარ სოციალურ ქსელებში, დღეს, ეხლა მით უფრო ვრწმუნდები, რომ ბევრი ბოროტია. მაგრამ მედიცინი უფრო სიკეთეა. და იცი რა არის? 90% ის არის, რა ქვია. ცუდად შემოდის. და 90-100% საბედნიეროდ კარგია. დიდი მადლობა. ნამდვილად კაი კითხვა. თბილი და კიდე დაგვიწერე თუ რამე გაინტერესებს, რამეზე გაინტერესებს ჩვენი აზრი, კიდევ ხალხო სხვებმაც დაგვიწერეთ ისინი კითხვები. ეს რომელიმე დაგვიწერა ამას წინა თუ დაგვიწერა. მაშინაც გვიწერდა, ხო, რამდენიმე კითხვა ხო დაგვიწერა, 2-ჯერ თუ 3-ჯერ დაგვიწერა. ხო. ხო. ნამდვილად ახლა ხალხო თქვენ ბევრები ხართ და ახლა ყველას ვერ მიმახსოვრებ. ნამდვილად 4000 ადამიანის დამახსოვრება 4320 იყო. ხო. თუ არ ვწდები. ხო. მეტი კიდე. აღარც მახსოვს უკვე რამდენი ის არის, რა ქვია, თანდათან რომ ემატება, აღარც მახსოვს რამდენი. უკაცრავთ. აღარც მახსოვს რამდენი ხდება. ხო. რამდენია? ელემენტარულ შედის კი ამოწმებს, მაგრამ მაინც კი ვამოწმებ, მაგრამ შეიძლება ეხლა შევიდე, შევამოწმო და ის არის, რა ქვია, ცოტა ხანში უკვე მომატებული იყოს მე. ხო, უნდა და ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ, აი რა ვიცი, ჩვენი აზრი გადმოგეცით, როგორა, რანაირად არის, ვის როგორა და რა ძალიან კარგები ხართ. ჩვენი აზრი გადმოგეცით. თბილები ხართ. მე რას ვფიქრობ? თავიანთი აზრი. ყველას თავისი აზრი უნდა ქონდეს. ნამდვილად. ჩავიტყი. ეს ჩავიტყი და მეთქინა. რა შეიძლება შე? ეს ხელი ჩავიტყინა. ხლი ეს იქნა უხლება. რა ქნა? ესე. გოძრავდა. დილას კიდე ბაჩოს ვიდეოს უყურე მე. უყურე? არ მიყურებია მე. ბაჩოს ვიდეოს უყურე, ნამდვილად. კარგი ვიდეო ქონდა. კითხვებზე ისა კომენტარები წავიკითხო, ხო? არ მიყურებია მე. ზედო, ის ტელეფონი რო იყიდა ის ეგ ვიცი, ეგ მაგას უყურე. მიულოცე, არ მიულოცე. კი მიწერე. ხა ყოველ წუთში ხალხნო ახლა მაიმე, რა ჯანდაბა მეც ამ თავზე. გაგიოფლია. ეს ძალიან ცუდად ამაკ საქმე. ხალხო არ შეიმჩნიო, თვითონ არაფერს ვაკეთებ. ის არის გიორგი გაგიოფლიანდადები და ის არის შეხვალე ხლა აბაზანაში. აბაზანაში უნდა შევიდე. ხო და ის არის ხალხო. რა უნდა გითხრათ? ელემენტარული ნამდვილად კომენტარებით არ გამოისჩევი. არ მიყვარს ნამეტანი კომენტარების წერა. მაგრამ ყველას პატივს ვცემ. თავიანთი აზრს. სადა გვეკარგა მანანა, ჰა? არ ვიცი, მანანა კი არ. გუში ხო მართლა. გუში რო თქვი iPhone-ზე რა მომწერა ერთმა. ისაო რა ქვია. iPhone-ი ახალი ნაყიდი მქონდა, რამდენიმე დღით წინ ვიყიდეო. ხო და გახუჭდა. ხალხო მივიტანეო, ხო? მივიტანეო და ისაო რა ქვია. შეცვალესო. მოვიტანე სახშიო, ხო, გამომიცვალე. ისიც გახუჭდა. ვაიმე, იმაში ვიყიდეო, აი სტაილში ვიყიდე მეც. ვაი, გავასტაილებ მაგათი რო მოხდები, რა არის ესა? სტაილს მივაცემინებ სახეზე. რა არის მეხსიერება ამოეწურა ხალხო. 2 დღის ნაყიდიც არ მქონდაო და გაფუჭდა უკვე. ისიც ახალი შემიცვალეს, ისიც გაფუჭდაო. მე რა ვიტანა? ისიც მიუტანეო, მაგრამ ვქენიო, მოაწყე სკანდალიო და წამოვედი იქიდანო. ფული დავაბრუნებინე უკანო. არ მიბრუნებდნენ ცოცხალი თავით. აბა რა არის კაცო?
ოღონ მე ფული ვიყიდეო და მე განვადებინით მაგ ნახილი თან 4 წელი 4 წელი უნდა ვიხადო რა ჯანდაბა მეცემა ხოლმე ხადაღარ ახლა ისე ხო იყენებ ხოლმე ისე ვიყენებ TikTok-საც კარგად ვიღებ კარგ ხარისხით ფოტოებსაც ვიღებ ხო და ცოტა ხანში ხარ ხო დაგველო იმას გენით არ ვიცი ახალი წლისთვის ტელეფონს ყიდული მგონი ზუსტად არ ვიცი გეუბნებით წინასთან არ მინდა რომ რაღაცები თქვა ხალხო არ გვინდა მაგრამ მაინც მეთქმევინება წამოგვეყრანტალება რაღაცზე გაჩუნდი რა გაჩუნდი რა ბიჭო რა Shut up სუსრა Silenzio, tu non hai rotunda. Shut up. 4000 ხალხო აგვიყვანეთ 5000-ზე რა უნდა გავაკეთო არ მომიფიქრები რა ხალხო ტორტი ჩავაქროთ მოვიტანოთ იქ ტორტები მეტი არის ლიბრეში უბრალოდ ტორტი მოვიტანოთ ჩაქრობა მინდა 5 კ მინდა სანთლებით მინდა 5 კ და ისინი რა ქვია შუშხუნები ან სანთლები ან შუშხუნები ჯობია სანთლები დათვლიდა როგორ რა ხონდა ჩავაქრო აბა შუშხუნები რანე ჩავაქრო თმებზე რომ მომეკიდოს და არ შუშხუნდე იმისავით რომ გამოვიდე ასე გუშინ მიხოდამარო რა მაგარი იყო ხალხო ეთერა რომ ტუალეტიდან გამოვიდა იმ ჩეჩმიდან აფეთქებული ჩეჩმიდან მე რომ კოლამ რო იმას აქნა რა გვია შენავით უნდა გახსნაზე მიიყვანა ხალხი გააჭრები და ციტე ერთერამ გამოვაღო და ჩაი დაეშალა რითი ენო მართლა რითი იყო შეიძლება მეგობრ ფუცლები ელა კარდონები თან კარგად თეთრად რო შეუღებია გამოვაღო კარები და დაეშალა აი მე დედა დაჩინე ტუალეტის გარეშე ხალხო იმათმა სხვა აფეთქეს იქ თავისი ტუალეტი სხვა აფეთქებულია მეზობლების ტუალეტიც აფეთქეს დარჩნენ მთელი უბანი ტუალეტის გარეშე დარჩა გონი მარო რა მაგარი იყო დედა ჩემი და მე რა გუშველებაო და მე და დედა ჩემს რა გუშველებაო კაცები ხართ დედა წამოხდა დედა ისე თქვა რომ მართლა ის იყო რაღაცა მოხდა დედა ჩემი იყო ბიჭო ტუალეტში უბორნიაში ძახიან თან ტუალეტში უბორნიაში ძახიან დედა ჩემი იყო ბიჭო უბორნიაშიო და დედა უნდა იყირეს გამოვიდა აფეთქებული ტუალეტიდან და ხალათი რა ყოზად ესე ქონდა ხალათი ასე ქონდა ასე ქონდა ვაიმე მაღაზიის გამახსენდა რა ქვია ჩემი ქიმიის მასწავლებელი ვაიმე სათვალე რანაირად ეკეთა როგორ სასაცილო იყო ასე ეკეთა სათვალე ასე დიაგონალზე ეგრე ქონდა ზუსტად თმებიც ეგრე ახლა ხალხო ის უნდა გავტრუსო კაცმები და მეც თუ ეგრე გამოვე თუ აფეთქდი ახლა შეიც ой მე თუ დავიწყე აფეთქე თუ ავედი ჰაერში მე ხოდიდი თვებდა ასე იქნება ალბათ წარმოვიდგინე რა ვიქნები ვაი მე დედა წარმოიდგინე ახლა უთხრათ რომ გიჭირავს ეგ და რომ ჩართო და აფეთქდეს და როგორ მიფრინა აერში ბომბდამშენი მონაგონი იქნება მერე რაკეტებს ხო ისვრის ეგრე იქნება რაკეტასავე გამაფრენცაეს ისე გაზი რო არის იმას რომ ქათამის ხუმნე ჭამოდა ის გაზიანი არ იქნება მე ის ქათა გაზი ზღუტობსა რომ შულობა გაზეროტო უი გლახათ არის ჩემი საქმე დედა რა აქნა არა წვიმაში არ უნდა ვიარო გარი ვაი მე რა დეგოიც კაი ყო ოფიტკდი ხალხო აი შამწია
ისე პოდნოცზე დავდებ რკინის პოდნოცზე და სახში გავატრუსო. იქ ვერ გავტრუსო ქარია გარ. ქარია გარ ჩაგიქრობს და. რა ვიცი მაქო და კარგად ვიყენებ მოგწერეს მაშინ და. მე ვიცი. თუ ამწია ჰაი. დღეს რა მოხდება ნეტა? ასე თუ დავჭი გაჩეჩი ნახე აქ როგორ დამჩა ეს შრამი. ხო. გაწითლებული რა წარით ამ ტკივა იცი. ტკივა ეხლა კიდე. ეხლა იმდენად აღარა. მაგრამ ობობის ნაკბენია ეგანა დათ. რაღაცა მიკმენს ხალხო რაღაც უბედურება და ჩება ასე ხან გამიწითდება ხან თან წარეთ მე. ხო. ეს უხერი ობობები ხო ყველგან არიან. მოიმიდე. პრობლემა გავიცი რაღაცა შემცი და იცი. ხალხო რა არის რანაირი ამინდებია ვერ გავიგე რა აჰა. ციცივია სერიოზული რა. გუშინ ისე შემცივდა ამიტომ სვიტრიმი. გეუბნები მენტალ ბრეიქდაუნი დამართა მე მარაკვია. სარიცხი მაგასაფენი ახლა მივარ. ცუდა მამინდებმა. მიყვარს თქო ცუდი ესეთი ამინდები თქო. აღარ მინდა მომბეზრდა უკვე აღარ მინდა. ზაფხულია ზამთარი ხო არა ზამთარი იყოს ვეგუებით ცუდი ამინდია ზამთარში მაგრამ ზაფხულია კაცო. გონი ზაფხული. დღეს უკვე რომ რა რიცხვია. დღეს უკვე 5 ივლისია ხალხო. ხო რაღა დარჩა აგვისტო და სექტემბერი მოდის და ზამთარი მოდის მე. რაღა ჯანდაბად მინდა მე კაცო. გამოვიდეს ამინდი რომ გავატაროთ ზაფხული. დასასვენებლად წავად თქო და რა დასასვენებლად ხალხო. რაჭაშიც ისე ცუდი ამინდიაო რომ გვირეკავს ბებია ჩემი ძმისშვილი რო რა ვიცი. თუ ვიხაც წვიმა იყო სახშია გაძივა რა ჯანდაბად მინდა სახში ჯდომა ხო? მინდა რაღაცა გავიაროთ იქ გზევით წავიდეთ. გალავლა მინდა კიდე რაღაცა პიკნიკი მინდა რაღაცები მინდა ვიყიდო პიკნიკი მინდა მოვაწყო და ვიდეოც გადავიღო და რას გადაიღებ ხალხო წვინსო. წვინს ქარი. ეს შეშამაკ კიდე ჩასაზიდი ახრო გიალებულია აქა ნერვებს მიშლის რო ხედავ. ქარია. წვიმა. გუშ თელ დღე წვი. ხო. შეჭამათვინი მარცა ყველაფერი მაგრამ. კიდე კარგი გუშინ მოვაწარე პენსიაზე წასვლა. ხო. ცოტა გადაიჭია და მე გუშინ წინათ წვიმდა გუშინაც წვიმდა იმის წინათ წვიმდა ქარია სუქარებია რა ვიცი ძახიან 7-ში გამოვაო რა ვიცი 7-ში გამოვაო 7 ივლისო და რა ვიცი აი მე ნეტა რა დავიღალე უკვე აღარ ამქნეირები ნინერვი რა მართლა იცი რა მინდოდა თქვა გუშინ რუსთავში რომ მანქანა შევიდა ის ბიჭი როგორ არის გადარჩა ნეტა აღარაფერი გამოსულა ვინმე ხო არ შეისარით ხალხო მანქანა შევარდა იმაში და ბიჭ დაეჯახავ 30 წლამდე ბიჭ დაეჯახავ მანქანა და რა ვიცი კონტაქტზე იყო ხალხი იძახის და რა ვიცი თვითონ ძღოლი თიაკის ის იძახის თანამშრომელი რომ ძღოლი რო გადმოიყვანა პოლიციამ ის იყო რა ქვია შეშლილი სახე ქონდა როზე ანტრალი იყო ან ნარკოტიკის მოქმედების ქვეშ ან შეიძლება თუდათაც გახდა არ ვიცი ვერავინ ვერ გავიგეთ მათიაკის თანამშრომელი ძახის იქით სადაც ეგ მანქანა შევარდა პანჯარასთან რაღაცა სტენდი აქვს და იმებს რო ყიდიან ხოლმე ხო იცი თავის ჩამპონები და თავის მოვლის ისინი რო და მანდის იდგაო ჩვენ კონსულტანტი გოგონაო და კიდევ კარგი არ იდგაო წასული ახალი წასული იყო ვაიმე კიდევ კარგი იქ არ იდგა ხალხო თორე იმასაც მოკლავდა იმას უეჭველი მოკლავდა აიმე სად გადარჩენ აი მაგარ უნდა თქვას მაგ გოგომ უნდა თქვას რომ ბედი მაქო უცბად მანქანა აქეთ წამოსულა თვით შემხედვარი რა გაუბედურებ თვით მხილველები იძახის ხიან აიმე რა გავქნა არა ქართულის მასწავლებელი ხალხო გამომიგზავნეთ გეხვეწებით
გამომიგზავნეთ ხალხო ქართულის მასწავლებელი, თავიდან მაქვს ასწავლი. ანუ უბრალოდ იცი ელემენტარული სიტყვაზე ავიღოთ. შიდა როცილორნაირად. ტროტუარზე იდგა ბიჭიო და გაიტანო, ტროტუარზე გაიტანო. ტროტუარზეც აღარ უნდა დადგე ხალხო. ხეზე უნდა ახვიდე, ირნასაც დაეჯახება გადააბრუნებს. ტროტუარზეც აღარ უნდა ახვიდე რა, აღარ უნდა დადგე. და ისაა მიყვარს კიდე გზის პირას რომ გაჩერებებია ხოლმე რა. მან დადგომა არ მიყვარს. აქაც არის, ერთი ზემოთ არის, იქაც არის. მე რა ვიცი. მე რა ვიცი რა წრიბინებს რა არის. წრიბინს არ გადაიარა რაღაც არის. აი, ხდა ბიჭი. ზოგი ჩიტი რანაირ, ზოგი ფრინველი რანაირ გადაიფრენს ხოლმე. ზოგი ყვავები გადაიფრენენ, ყვა, ესე მან გადაიფრენა ჭი, წრიპ. აი, ტრედი აფრინდება კიდე და ატყაპუნებს ფთებს. გეგონება დაინტრია. გეგონება ტაშს უკრავს, ისე ატყაპუნებს ფთებს. ყაფტობით. ბუდა ფრინავს ხოლმე ყველას ის არა ქვია, შვიდად. ის თან ისე შვიდად დაფრინავს რომ ესე რომ მოbrunებს და ესე რომ ატრიალებს ხოლმე თავს. ასე. შეატრიალებს, შემოატრიალებს, ასე ამოატრიალებს, ასე შეუძლია. უგუმა შეუძლია. კი. ისე შვიდად დაფრინავს და ისე შვიდად დაესხმება ხოლმე თაგვებს თავს. რა ვიცი. ისე შვიდად დაასწრება ხოლმე. ვერც თაგვიც ვერ იგებს. და ვერც ვერავინ ირგვლი მყოფი. და ისე მშვენივრად გადაყლაპავს. თავის რაღაცა მოკაულის კარგში. ეს რა ფრინველმა რატომ ჭამს ის არა ქვია. ლეში. ხორცის ჭამელია და ტაცებელი ფრინველი. ან რა მე იგებლა ხარ. ადამიანი აღარ ჭამს ხორცს და ეხლა. აბა არწიმა რა უნდა ჭამოს დედა? იმას ხო არ შეჭამ ბალახს. აი მე როგორ მინდა იცი ერევნის ხადების გამოცხობა გული. ისე მაგრამ მინდა რომ რა. დადი ერევანში შეჭამე მე. საწავი. წამოიღე. აბა ერევნის ხადებიო და წადი ერევანში და წამოიღე. ვიდა გავაკეთე. თავიდეოში კარგი იქნება. რაზე თქვი რა მომინდა? წადი მე მოიტანი გამოვაცხობ უცბად. რა გიგერ მიზარი. არაჟანი წამომიღე, ფქვილი წამომიღე, კარატი მინდა და რითი მოგიდა? მე მოგწევ. ჩემს ფულს ისე ვიმასავსები რა ქვია. ვაზი ვარ კრუხივით. აი მის ბარათზე. ობრას რაღაცა დაგჭა. ხო. ეხლა ნეტა რამდენი ჩამოგვია? ევრო რამდენი ზიანე? ფიაჩი. ის არის რა ქვია. რომ მოხდები იმაში. ხო მოწერეს რუსთავში რომ მოხდები ოთოშაურმა ჭამეო გემრიელიაო. ოთოშაურმა მინდა რომ ჭამო რომ მოხდები. გავითვალისწინებ. იქ არ არის ოთოშაურმა პასპორტი როა. იმის იუსტიციის სახლის მოპირდაპირე. აი მე მინდა იუსტიციაში წავიდე და წავიდე. გადასასვლელი გზით. მე მინდა ისო. პირადობაში. ეგ მინდა რომ გავსინჯო ეგ შაურმა, რა ვიცი აკებენ და ოთარი. და მარგეს აკმევენ. მარგეს აკებენ კიდე. ხოთუშოი. ოღონდ მარგეს შაურმა შეიძლება დაურეკო და თვითონაც მოგიტანონ. იცი რა არის ხალხო, იმ ვოლტის და იმების ნერვები არა მაქვს მე. კურიერების ნერვები არა მაქვს. როზი? ნერვებს მიშლია. ასადი სახში ვერ აგნებენ და იქ თუ ავედი მე თვითონ წავალ ქალაქში. მე თვითონ ვიყიდი. მოდი ახლა დავიფშვიდობ დედი რო ქათამი მაგას. მოიცა ვიყო ცოტა ხანი. ზარი უცბად რა უცბად გააკეთე იმ კატას კაცო. ამ ხვალ გააკეთე მე. ხვალ. მე ის მგონია ყველგან ის ბალახის სუნი მაგათ ხო?
გამოიცვალე, ყარვარ მგონი ბალახის სუნად. დაიბანე და. და მე კიდე აბზივარ იმაზე რა ქვია დივანზე. ახლა ამ წუთში ხომდან მოვედი, დავამთავრეთ ვიდეო და აქ შემოვედით ისევე. ხო. აქ კარეთთან დავამთავრე ვიდეო პანჯარასთან. ხო და ვიდეო და მე აქ შემოვიშტუილეთ და აბაზანაში აღშევით. მე შევალო და თან ქვევითაც მინდა წავსვლა. გონი. რაზე გონიზე რაზე. რაგინა ქვევი. პური არ გინდა? მე რა ვიცი, მე პურკო გავიცი. მე რა ვიცი, მე პურს არ ვჭამ. აბაზანაშიც მინდა შევიდე. ერთი გავაკეთე თუ მედია კიდე ცხელი წყლით დაბან არ მოვიძებს. ზოდო. ნერვებს მიშლის ვერვანელი. ალბათ ხელი მომიხვდა იმ დღეს თუ რა იყო ცხელი წყალი წამოვიდა და მესხა თავზე კინაღა ის არის რა ბიალკილდი. ადუღებული წყალი გადაისხა. ავადუღე ბაემ წყალს და გადავისხა რაღა თემინდა თუ დუშია თუ თხლუშია თუ რაღაცა. თხლუში არა. გუშია თუ დუშია თუ ის არა ქვია. შხაპის ხურმენი. კარგია მინდირო იყოს ცივ შხაპს ხო გადავივიდი. რა ვიცი, გაიყი. ჰა? გაი. რა უნდა გავიყინო კარგამიჩი. ცივი შხაპი კარგია. ცივ შხაპში რო შეხვალ და ო, შენ ცივი წრე და ესე რო შველი. დავემართება მე სიცხე. ნერვოზი. მე ამიწევს სიცხე ალბათ. თვითფრინავი მოფრინავს. და კიდე ახლა წარმოგიდგენი აი როგორი ისე დასასვენებლად ბათუმი რა მაგრა გაძვიდა. ბათუმი მარტო ბათუმი კი არა მე მგონი კოტეჯებიც გაძვიდა ისეთი ფასები აქ. დამკომინდა დიდი აქანა რაღაც. 300 ლარს რო გადავიხდი ბინაში ვიყავ 300 ლარი. ბანი დავჯდები ჩემს სახლში აგე. ვიშრიალებ და ზღვაც ისკნება და ის არა ქვია. ჩავთავ ტელევიზორში და ისრიალებ ზღვა და დავჯდები. ზღვაც იქნება და მთაც. დავჯდები ვენტილატორთან და აერი იქნება მაგრამ. მარტო ერთი ადამიანი 300 ლარი? ალბათ ერთ ადამიანზე 300 ლარი და 300-600 ლარი გინდა. მე ჭამა აღარ გინდა. ჭამაც ხო გინდა დაღში. ის გინდა გარეთ გავხვიდე გინდა ბათუმში რო წახვიდე ხო ბულვარში ხო უნდა გაისეინო ხო უნდა გაცინჯო რაღაცა ჭამო იმას აქნა რესტორანში შეხვიდე ზღვაზე ხო უნდა ჩახვიდე ხო უნდა გაერთო გასართობი ისინი ხო არის უნდა გაერთო თქვა თუ ბავშვი ყავს მოუნდება რაღაცა დაინახავს რაღაცა გრანდიოზულ პასიანტს მოუნდება ხო უნდა უყიდო ელემენტარული კუკურუზი აღარ უნდა იყიდო უბრალოდ ციმინდი კუკურუზი საიდან გამახსენდა კუკურუზი საიდან გამახსენდა ხალხო აჰ გეუბნები ქართული დამავიწყდა მე მერევა ერები უკვე ერები მერევა უკვე შეიძლება ისიც გითხრათ რა ქვია კუკურუზი ყარფუზი რაღაცები და სიმინდი უბრალოდ კუკურუზი რა გაგეცინა ხო კუკურუზი სიმინდია ხო გაიგეთ ო აი მე ხალხო რაინა აქ არ ვიცი ამას რა გინდა ხო რაინა რა გუნდა ის კუკურუზი რუსულად სიმინდი პატი მუცხურა გასინჯო ჰა ელემენტარული სიმინდს რო ჩამოატარებს ის რა ქვია კუკურუზაო რო დაიყვირებს ხონდა გასინჯო ხონდა იყიდო ელემენტარული ხაჭაპური არ უნდა შეჭამო აჭარული ხაჭაპური არ უნდა შეჭამო იქა ორჯერ მაინც ან სამჯერ თუ ზღვის პროდუქტებიც თუ გიყვარს თევზის იმაში არ უნდა მიხვიდე თევზის ბაზარში და იქვე არ უნდა შეეწვევინო თევზი არა იქ არ მივარაც მინდდი იქ არც მივალ თევზის ბაზარში რა შემიყვანს ალბათ მოვკვდები იქ ხო
ხო და ელემენტარულ რაღაცა არ უნდა გასინჯო. ნაყინი არ უნდა შეჭამო. დიძე მომჭირჭამდი ახლა. ნაყინს. შენ რაღაცა გაიყვენი ამ ბოლო დროს. ზუნაყინი გინდა, უყურე ერთია მას. ძვირი არის. მე რა გავიყვენი კაცო, ნუ მოგახლა ისე ვიძახი. შეჭამდი მინდა. შეჭამდი მინდა. აროჟნი მინდა. სტაკანჩიკი აროჟნი. რომელი? ანარა სტაკანჩიკი რა ვიცი. არ უნდა გაისეირნო სადღაც. სახში ხوار ვიჯდებით. რომ საიმაში წავალთ დასასვენებლად. გაწვით ახლა ყველაფერი, გავგიჟდი რა არის. ტურისტები საერთოდ შემოდიან რა საქართველოში ნეტა? მაგრამ ისინი იხდიან იმათ ბულები აქვთ. ვიღაცა ტურისტი უნდა დავაყაჩაღოთ. სხვა გზა არა გვაქვს. ან ძევლად ავიყვანოთ. გაძვიდა ყველაფერი გაძვიდა. აი მართლა შაშან რო ის იყო რა ქვია, ცოტა იაფი მაინც. 150 ლარი მაინც რო იყოს ჯანდაბას. 150 რო იყოს კი ხო ჯანდაბას, მაგრამ 300 ლარი რა ამბავია. მაგალითად ერთ კაცზე რო 300 ლარია, ერთი ხო არ წახვალ, რამდენი ოჯახიდან უნდა წახვიდე, რამდენიმე ხო? ხო. ორი მაინც. ხო, ორი მაინც. ეს 300 ლარი ორ კაცზე 600 ლარი გინდა. ჭამაც ხო გინდა იქ რო წახვალ. ერთი 2000 ლარი ისე გინდა მეტი კიდე. თან ისიც ხო გინდა რა ქვია. ხო უნდა გაიარო ბულვარში რაღაცა იმას აქნა რა ქვია. ბულვარში მე არ შევარ მისი მიჯავრება ზღორურა ვიცი. ვერ შევარ მეშინი. აბა ისე ვერ დაჯდები ზღვაზე, თორე ის მოდის რა ქვია, ცუდი რაღაცა ცივი ჰაერი, რაღაცა ჰაერი მოდის. ხო და ელემენტარულ რაღაცა ხო უნდა გააკეთოს კაც, მაგრამ არ მიყვარს სხვა. ასე მე თამის ჩემი თაში უფრო კარგად დავიშვენებდი ზღვაში. ზღვაზე. დინარე მიყვარს. რატომღაც, აი დინარე მიყვარს. დინარის პირას ჯდომა მიყვარს მე. ხო. დინარის პირას ხო, მაგრამ სხვა რატომღაც ტყვა იოდი რო აქვს, ბევრი. ხო, რაღაცნაირი ის მოაქვს. ხო, ალბათ რაღაცას მოქმედებს. ხო. ხო, და ელემენტარული სიტყვაზე ვიყოთ, აბა არ უნდა ხვიდე ადამიანი. ამ თბილისის ზღვაზე მეც არ უნდა ხვიდე. მანდაც ძვირია მე ყველაფერი, იმას იყიდი ძვირია. 400 ლარი უნდა კონდეს გაიარო ქალაქში გამოიარო და მორჩა. ეგ არის შენი დასვენება. და თუ ტურისტულ ადგილებში მიხვედი, იქ ხო საერთოდ კატასტროფაა. ამიტომ არის, უნდა დაჯდე ეზოში, ჩართო იმს რა ქვია, დინამიკზე ზღვის ხმა. და მოусმინო, ვითომ ზღვაზე ხარ. გააკეთე პლიაჟი. ხო და შეზლონგი და იმას აკენ დაიდე, დაწექი და მზე იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ მზე ვინ გაღირსა, აღარ არის. სად არის მზე? mental breakdown დამართა. მართლა. ადრე პუცის გამო მემართებოდა mental breakdown-ი და ახლა ამინდის გამო. პუცს მივეჩვიე. წახცენა მუსიკა მოდის თუ რა ამბავი. არ მოდის მუსიკა მე არ მესმის და შენ საიდან გესმის? აი 1 საათზე წავედით. არ არის 1 საათი. რა 1 საათზე 59-ია, მატყუელს უყურე ერთი ამას. ხო იცი რომ ტყუილები არ მიყვარს მე. მაიმუნო კაცო. არ უნდა იმაიმუნო მე. მაიმუნობითაც არ უნდა მითხრა ტყუილი. ყველაზე მეტად მე ჯავრება ტყუილები. ნუ მიტყამ. ტკივა ტკივა ისედაც. ხო და ელემენტარული სიტყვაზე ვიყოთ, აი ძნელია იცი. მართლა ძნელია ჩვენ ხა მაიმუნო ახლა მართლა მაგრამ იცი რა არის რომ დაუკვეთეთ საშინელებაა. რო დავაკვირდეთ შეიძლება გააპრინო.
ისეთი ვერცადაც ვერ უნდა წახვიდე და ვერაფერს ვეღარ ყიდულობ მაღაზიაშიც ვეღარ შეყვალ ისეთი ფასები უდეთ ისეთი ფასები აქვს ის არის აი ქვემოთ მაღაზიაში იძახის კაცი იძახის რომ ის აღარა გვაქვს რა ქვია ვაჭრობა აღარ არისო აღარ შემოდიან ხალხიო აღარავის აღარაფერი აღარ აქვს და ვინ შევა მაღაზიაში ვინ შემოვა თუ ეგრე გაგრძელდა დახურვა მოუწევთ მაღაზიების აი ზემოთ მიდია მეტწილი ლიბრე ორინა ბიჭი აი რამდენზე გადავედით მონი ეხლა გადავედით 1 საათზე ხო ხან ეგრე მომიჩვენა ხო და ის არის აქვია რა ვიცი მე ძალიან რთული მდგომარეობა ძალიან რთული მდგომარეობა მაგრამ რას ვიზავთ უნდა შევხედოთ რომელაიდან რა ვიცი მე საზღვარგარეთ წახვიდე და იქაც აღარავინ გიშვებს და ბოლოს და ბოლოს რა იქნება და სადამდე მიგვიყვანს ეს ცხოვრება რა ვიცი ცხოვრება ძალიან კარგად წავა გიორგი მაგრამ უთავბოლო ხალხია და უთავბოლო როცა გეყოლება იმაში თავისთავად გაფუჭდება ყველაფერი რა სიზა ცხოვრება კი კარგად წავა მაგრამ ზოგიერთები რომ რამეში ვარგოდნენ მაგრამ რო არ ვარგიან ახლა დამცველი არავინ გამოხდეს თორე გარჩეთი არც მინდა მაგას საუბარ დავანებოთ ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს რა ვქნათ მაგრამ თან ამინდიც რო აღარ გიწყოს ჯანდაბა როგორღაც ნერვეს მიშლის ამინდი მოახერხებს ადამიანი თქვა სიტყვაზე წახვალ ერთი კვირა ჯანდაბას ხო ამინდიც რო არ არის ამინდიც რო არ არის და ის ერთი კვირაც ურსახში გამოემწყდიო თქვა სიტყვაზე ხო აი ქარია ხო თუ ქარი იქნა და წვიმა იქნა რა მინდა დასასვენებლად გამაგებინეთ ხალხო სახლშია გაძვიوار იქაც თუ სახლში ვიჯექი სახლშია გაცკივზივარ ხო ხო რაღაცა ხო უნდა გახვიდე გამოხვიდე გაერთო ხო რაღაცა უნდა დაინახო რაღაცა უნდა ქნა რაც მინდა მაგნაირია აი მაგალითად უნდა წახვიდე მაგალითად წახვიდე მაგალითად ხო სიტყვაზე ავიღოთ ხო მაღაზია ხო დაბლა არ არის ჩვენებთან თუ ავალზევით მაღაზიაში შევარ რაღაცებს იყიდი იწვაში დაგეზარება გზაში სანამ იქამდე მიყვალ გადაიღებ რაღაცას ხო დაგეზარება ელემენტარული ის რა ქვია უღუნდაც არა რა მინდებია რა არის მართლა უღუნდ რა მინდებია ზაფხული აღარ უნდა მოვიდეს 5 ივლისია უკვე საერთოდ ზაფხული მთავრდება რაღა დარჩა წელს ვენტილატორი არ ჩართულა წესიერად ჩვენთან ოდნავ ცოტა ხანი ჩართევით და მორჩავსია რა იყო აუზები ვინც გაშალა მე მგონი უკვე და ისევე დაგეცა მაგალითად მე მცივა ახლა როზიო რა მცივა ბრიტელებიანი რომ ის არის რა ქვია ის არის რა ქვია ჩაიქცე მე ხო ელმინდა ვინც აუზი დადგა ყველამ დაკეცა მე მგონი ისევე რა არის ბავშვი ჩაუშვებ აუზში და ვერაფერი და შიშკერ გამოსულხარ ეზოში რომ დაჯდე და ჰაი ჩაყა წეს უნდა მეყიდა წესით აუზი მაგრამ რა თმინდა რა თმინდა აუზი ვერ ჩავა და ტყუილა რა ჯანდაბად მინდა გაბოქებული იყოს დაკეცვა მომიწევს ისევ შენახვა ხო რა თმინდა ის ორი ეს საერთოდ თვაიც იყოს ეს ზაფხული რაღაცა ვიგრძნოთ რომ ზაფხულია საერთოდ ზაფხულია ხო მე რა ვიცი 7-დან გამოვიდარებსო და საქართველოში რეკორდულ სიცხეებს მიაღწევს რა რეკორდული სიცხებია რეკორდული ცუდი ამინდებია ხალხო რეკორდული ქარები რეკორდული წვიმები რეკორდული თოვლიც რომ მოვიდეს ეგეც არ გამიგვიდება თოვლი ხომ მოვიდა იქა სად მოვიდა სტეფან წმინდა თუ იზაო რა ქვია რაღაცა რო გამოვიდე ხვალედინით ხო რო გამოვიდე და თეთრი დამკვდეს არ გამიგვიდება რა ჯანდაბა არის რა არის ამედიც აღარ გამოვიდა ამით რაღა დაემართა აღარ მინდა ეს შავი ყურბლების დანახვა უკვე გარეთ გამოსვლა აღარ მინდა რა ნერვებზეც მოქმედებს მე ეს ამინდი მაგრამ რაღაცნაირად უნდა ვეცადოთ რომ პოზიტივი მაინც შევინარჩუნოთ მაგრამ გესმით ალბათ
ისე წუის რომ ტენს წოგლეჯი მართლა ისტრიბი წელები რო დარბიან ეგეთი ხმა ზუსტად კარს გიორგი მხელაზე წავედით ახლა დედა მარტო ვაიმე ერთ კომენტარზე რამდენი ვიცი იმ დღეს იმ თვითფრინავზე ისაო რა ქვია მე მეგონა ისაო კორპუსებს შორის გაიარავ და მე მეგონა სახში შემომივარდება ეს რა დაფრინავს უმისამართოდ რა უნდა მე მეგონა სახში შემომივარდებაო ვაიმე იმდენი ვიცინა ხალხო იმდენი ვიცინე რა ვიცი მართლა სახში შემოვარდნა კი არა მე რა ვიცი რას დადიო და კორპუსებს შორის რა უნდა და იმას კიდე უმისამართოდ დადიოდა ერთი მე რა ვიცი ალბათ იყო რა ქვია დამწყები დაბოლილი იყო დამწყები ფრინავი იყო თუ რა იყო მე რა ვიცი ლამის აგერ ჩამოგვივარდა ლამის ეზოში მე რა ვიცი სახში შემოვი ესე მე მეგონა სახში შემომივარდეს ახლა ეს ისაო საურა ქვია თვითფრინავით ვიღაცაო ხო აბა კორპუსებს შორის რო გამოიფრეს უმისამართოდ უაზროდ რო დადის აბა სახში შეიძლება სახში შემოგივარდეს თვითფრინავი მე რა ვიცი მანქანები თუ აქტიარკებში ვარდებიან თვითფრინავი შეიძლება შემოგივარდეს სახში მე რა ვიცი სახში შემომივარდეს თან იმას ბოლო სართულზე ნაცხოვრება აი შინელება თან ახლა რო ხედავ და სახთან რო გაგიფრენს რაღაცა შეიძლება უცბად შემოგივარდეს სახში ვერ შეიკავოს საჭირო თუ რაც აქვს მე რა ვიცი რა იმას ან უცბად ისინი რო უკეთია და უცბად რო გაუვარდეს ისა დააჭიროს რაღაცა უაზროდ უმისამართოდ და გაუვარდეს ხო გაგწია აერში მე ახლა წარმოიდგინე ხალხო ის არის აქ რომ მოფრინავს თვითფრინავი და შემოგივარდეს შემოგიყენოს იმაში პირდაპირ რა ქვია შემოანგრევს გიორგი შემოანგრევს ხო და იმაში რომ შემოგიყენოს თვითფრინავი რა ქვია კორპუსში რა ქვია იმას მისაღებში რომ შემოგიყენოს პირდაპირ დაგიყენოს მისაღებში ყავადამალევინეო ეგრე განვითარდა საქართველოს უკვე მისაღებში აყენებენ თვითფრინავს ხო ხედავ ახლა ვერ გაფრინდებოდა კორპუსებს შორის იმხილაა რომ რა არის იმხილე ნახევარი კუდი აქვს ნახევარია უცბად რომ კორპუს გამოედოს ის გამოედოს ფრთები ხო აქვს ხო და ჩამოვარდეს და გამოედოს ჩამოვარდეს და ის ხო აფეთქდება არა თვითონაც ის პილოტიც იმას იზავს რა ქვია მოხდება ამდენ კორპუსებს აერში აწევს მე ეგრო წარმოვიდგინე უკვე ძალიან ცუდი იყო ან ფრთა გამოედოს აივანს უცბად ან აივანზე ყვავილები რო გაქვს და ფრთა გამოადოს და დაგიმტრიოს ყვავილები ვაიმე ხო ოღონდ მართლა ხო ზოგან ისინი ხო არის რა ქვია თოკები ხო არის იმ თოქს რო გამოედოს ის ფრთა აიმე მართლა რო ჩამოვარდი საბეთდება რა თქმა უნდა და ჯერ კიდე რო გამოიფრენს ის არის რა ქვია სანამ რაღაცას გაიგებს შენი დაგემართება რა დაბოლილი თვიჯი და რაღაც იზა იმაზე რაღაც ნატარედა კი რა ფრენდა რა ვიცი რა საკეთებს აპრეისტურას მაგაც ისე გამოიფრენა მაგან ზუსტად რომ ამის ეზოში ჩამოგვივარდა ჩვენც ჩამოგვიყენა თვითფრინავი დავატოვებინებდი კაცო ისე სამსახურში გამოგვადგებოდა ის არის სწრაფად მივიდოდით იქამდე სადღაც დავაყენებდით რომელიმე სახურავზე დავჯდებოდით ხალხო წავალ ახლა დაგემშვიდობებით თორე კიდე რაღაცა სისულელეს ვიტყვი და აბა ხო ხალხო კიდე დაგვიწერეთ ისე ისინი კომენტარები კი არა თემები კითხვები ან რამე თემები დაგვიწერეთ რა ვიცი მიქნება ღმერთს გამოვიდე სამინდი და რაღაცა სადღაც გავიდე რა ვიცი მეც გარეთ ზევიწავა ტყეში იქ ცოტა რაღაცას გადავიღებთ ბუნებას გარეთ სადმე ანუ საერთოდ წავალ და ქუჩაში მივლის სადღაც გადავიღებ ხო მე რა ვიცი აბა ხო
კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. თბილი კომენტარებისთვის დიდი მადლობა. გაიხარეთ, გამბრავდით და გაბედნიედით. კარგად. Bye. 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 გამეიწერეთ ხალხო არ გამეიწერეთ. აგვიყვანეთ.